ბზის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს ვანის რაიონში. გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა სოფელ ზედაბზვანის ტერიტორიაზე ბზის ტოტები უკანონოდ მოიპოვეს, რომელთა საერთო რაოდენობამ ჯამში 640 ტოტი შეადგინა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი კი ერთ შემთხვევაში 500 ლარამდე, მეორე შემთხვევაში კი 2000 ლარს აჭარბებს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება საოლქო პროკურატურაში. გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამკაცებულია კონტროლი ველურად მზარდი კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მიზნით. მოუწოდებთ მოსახლეობას მაქსიმალურად შეიკავონ თავი რეალიზაციის მიზნით ბზის მოჭრისაგან და მეორეს მხრივ დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან. შეგახსენებთ, რომ კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კოდექსი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 150-დან 500 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციებთან ერთად ასევე გათვალისწინებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.